საწარმოს თანამშრომლობის შესახებ ცნობილია, რომ ვისაც არ ჰყავს ველოსიპედი, ჰყავს ავტომობილი. თითოეული თანამშრომლის ასაკი 26-ზე მეტია. ოკეი. ველოსიპედი ჰყავს მხოლოდ მას, ვისი ასაკიც 32 წელს არ აღემატება. ეს არნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ასაკში 26-დან 32-მდე ვინც არის ველოსიპედი ჰყავს, ხო? შეიძლება იყოს 27 წლის ვიღაც და ჰყავდეს ავტომობილი, თეორიულად. უბრალოდ ეს ამბობს იმას, რომ ველოსიპედის მფლობელის ასაკი 33 ვერ იქნება. ავტომობილი ჰყავს მხოლოდ მას, ვისი ასაკიც 28 წელზე მეტია, მაგრამ 29 წელს არ აღემატება. ოკეი. ესე იგი, ნახე როგორ რაღაცა მოხდა ახლა. ველოსიპედის მფლობელთა ასაკი 32-ს არ აღემატება. და ავტომობილის მფლობელთა ასაკი 39 წელს არ აღემატება და თითოეულ თანამშრომელს პირველი პირობიდან გამომდინარე ან ველოსიპედი ყავს ან ავტომობილი, ეს რა გნახემ, ვისაც არ ყავს ველოსიპედი, ყავს ავტომობილი, რას ნიშნავს? თუ ავტომობილი არ ყავს, ველოსიპედი ყავს. თუ ველოსიპედი არ ყავს, ავტომობილი ყავს. თუ ველოსიპედი ყავს, შეიძლება ავტომობილიც ყავდეს, ან თეორიულად შეიძლება ორივე ერთდროულად ყავდეს ვინმე, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ ისეთი თანამშრომელი ვერ გვეყოლება, რომელსაც არც ველოსიპედი ყავს და არც ავტომობილი. ამიტომ თანამშრომელთა ასაკი საბოლოო ჯამში 26 წლიდან 39 წლამდე შეიზღუდა. 39-ზე მეტი ასაკის თანამშრომელი არ ყავს, 26 ნაკლებ ასაკის თანამშრომელიც არ ყავს. ბუღალტრის და დირექტორის ასაკთა შედარება რა თქმა უნდა შეუძლებელია, იმიტომ რომ არაფერი ვიცით. დირექტორს ყავს ველოსიპედი და ავტომობილი, არც ეს ვიცით, რა თქმა უნდა შეიძლება თეორიულად შეძლებელია, მაგრამ ნუ აუცილებლად ეხა ჭეშმარიტია ვერ იქნება. ჩვენ რას ვეძებთ, ნახე, ჩამოთვლითება რომელი არ შეიძლება იყოს მართებულიო, ანუ ვინაიდან ჩვენ ვთქვით, რომ ველოსიპედი და ავტომობილი ერთდროულად შეიძლება ვინმე ჰყავდეს, შეიძლება ეს იყოს დირექტორი, რატომაც არა, ხო? ამიტომ შეუძლებელიაო, ბეზე ვერ ვიტყვით. დირექტორს ყავს ავტომობილი, მაგრამ არ ყავს ველოსიპედი, შესაძლებელია. დირექტორი 14 წლით უფროსია ამავე საწარმოს დიზაინერზე. აი ამგვარი დაშვება თეორიულად შეუძლებელია, იმიტომ რომ 26 წელზე მეტი თუ არის თითოეულის ასაკი სულ 26 წლის იყოს, მაშინ დირექტორი უნდა იყოს 40 წლის, დიზაინერი 26-ის, რომ ეს პირობა შესრულდეს, არა და ზედაზღვარი ასაკის ჩვენ 39 დავადგინეთ. ამიტომ 14 წლიანი სხვაობა ორ თანამშრომელს შორის შეუძლებელია. ბუღალტერს ყავს ველოსიპედი, მაგრამ არ ყავს ავტომობილი, რა თქმა უნდა, თეორიულად ესე შვებია. ამიტომ აქ ეს 14 წლიანი სხვაობა არის პასუხი, რომელიც ვერ შესრულდება.